არ მინდა შემოსახვა. რა არ გინდა? მოგესალმებით. აღარ ვიხართ, რა შევით. როგორ გაიგია? ხა ჩვენ გავდივართ რაღაც უღაც საქმეებზე. გზადაგზად ვიყურებთ მოხუყვებით. რაღაცა შემოვიდა ზუსტად მაგ დროს ჩვენ რო გავდიოდით. არ ვიცი დედიკო როგორ კარგი ამინდია დღეს ძალიან თბილა. ცოტა ხარი არის, მაგრამ თბილი ხარია. მოიცადეთ. რაღაცები აყრია? არ არის ასიამოვნო შესახედი, მაგრამ რა ვქნა, კაი გასარეს. რაღაცები ასხია ზემოთან, როგორც ყოველთვის. ხა ჯერ მილენ უნდა გამოვიყვანო სკოლიდან და მე მივიდივარ პატარ-პატარა საქმეებზე. თან ნელ-ნელა ყველაფერს მოვიყვებით. ესეთი არაფერი, უბრალოდ რაღაცები დაგვიგროვდა და უნდა ვენ როგორ ჩამოიზარდა ეს ფაზი. Deci cum menționați, nu pot să vă. Ora che la zinasa. Oh, por Deus, capoza. Mochedit. Здорово. Mochedit. Идиот. საქმეებზე რა მომიტანი? ეგენი მოვატარებინე. რა არის დედა? წამოგვაღებინე. თელი წელი რასაც ხატავდი? ხო. მშობელი იყო და ის არის როდემდე უნდა იდოდეს და წამოგვაღებინე. აი დედა. სულ 3 თვალი გქონდა? სადღაც? სახლი ნახოთ. სახლიც ნახოთ და კიდე სადღაც. არა ისეთი არაფერი რაღაცები საქმეებს. Иди хида шоколадис булки. Цинчик. Миле. Поверните налево, затем поверните направо. Это представляете? Кики. Женскинда. Кихидика. Направляйтесь на запад. Ну баги гинда ро Ой, гамовდეს сацобია და. Поверните затем поверните направо. დედები გაგაბომოჩვენა. დედა ქეთინო სანამ გეტყოდა კამილას როდებოდა არის მოდი ისე. არ ვიცოდი, მაგრამ წავიკითხავდი. ესეთი დაწერა მასწავლებელმა. მე ესეთი ლიფსიტებზე, ამთევზებზე ესეთი. ხებს ну კაფაძმობიო. და Поверните направо, затем поверните направо. დღეს მიიღე რამე? წერილი იმას, მე წერილი იმას. წერილი აი აქ ვიყიდი რამე ბუქს ან რაღაცას.
ესეთი ბურკები უყიდე ბავშვებს. ოღონდ არ დაყაროთ რა. აი. აჰა, საფეთქები. მადლობა დედას. რაო? მადლობა დედას. არაფერს. გემრიელია? უგემრიელია. მართლა. ძალიან კარგი. არაფერს. გემრიელად. ეხლა ჯერჯერობით მეგობრებო მივდივართ კერძო სახლის სანახავად. ვნახავთ და მოგიყვებით ყველაფერს რა და როგორ და ასე არა ვარჯეროთ როგორია და საერთოდ ტერიტორია კი ვიცი, მაგრამ ეს უშუალოდ რა ადგილას მდებარეობს არ ვიცი. ყველაფერი გვაინტერესებს. Первый рикши школа, да, дальше да. Направляйтесь на северо-запад, затем поверните налево. Ერთად ვნახოთ. Поверните налево. უბრალოდ ერთად განვიხილოთ. მე აუცილებლად ყველაფერი. კონდიციონერი გვაქვს ჩართული. არ ჩამოწევ კონჯერატორი. Это так кажется. Лурджия, мартла лурджи. არა და მართლა რაღაცნაირი ფერია თქო. აქ მარილის პატაის. ნახეთ. მაგრამ მე რა გითხრათ. გვაქვს ასე ვთქვათ, სამი სახლი და ერთ ადგილას დგანან. ერთი არის ძალიან პატარა, მეორე არის 60 კვადრატი, მაგრამ ჩვენთვისაც პატარა არის 2 სათნოები და მესამე არის ყველაზე დიდი, არის 105 კვადრატი, სამი საძინებელი და ერთი სამზარეულო ცალკეა, მაგრამ ადგილი არის ეს რაღაცნაირი უაზრო ამაღლება არის ძალიან თითქოს და ხელოვნურად გაკეთებულია რა. არ ვიცი, ალბათ უბრალოდ პირიქით მგონია რომ აქ იყო გორაკი და მოჭრეს მერე ნაწილი რომ ეს გზა გაიყვანეს და ალბათ, რა ვიცი. აი როგორც აგარაკი შეიძლებოდა ის 60 კვადრატიანი აგვეყო. როგორც აგარაკი. კარგი იქნებოდა იმისათვის, აი სააგარაკოთ ადგილი კარგია, რა მხრივ რომ სულ სიმწვანე არის და პატარა ტბაც ჩანს. და სხვადასხვა კაი სიგრილეც არის. მაგრამ როგორც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არა, იმიტომ რომ როგორც ასეთი არაფერი არ არის ირგვლივ, ცოტა ქედან რომ გახვალ დასახლებიდან არის ლიბრე, მეტი არაფერი არ მინახია ხოლმე. ხო თქვა აგერ მაგნიტს ან გადიხარ მას. ნახოთ მეორე გასასვლელიდან მაგნიტი არისო. უბრალოდ ტბა არის, აი როგორც დასასვენებელი ადგილი, ესე რომ ჩამოხვიდე 2-3 დღე და დაისვენო, კი. საცხოვრებლად არა. ეხლა ხელმაცნე გზაგასაყარია და ცოტა ხელმაცნე. ხნიო ალბათ ხო. ცოტა ხელმაცნე ესმის ეს. ასე რომ მეგობრებო, რა ვიცი რა გითხრათ. მუხიანი გადავცვალო ამაზე ალბათ არა. მუხიანი, ანუ როგორც ისეთი ადგილი, სადაც ყველაფერი ახლო-მახლო არის იმას გულისხმობ. სახლი არ იყო თვითონ ცუდი პროექტი, აი ეს მეორე განსაკუთრებით. აუ, ბოლო მომეწონა ის დიდი. დიდი ხო. დიდი მომეწონა ძალიან იყო. ფართებიც კარგი იყო და ხედიც იყო მართლა გადასარევი. ხედიც და საძინებლები იქით არის და სამზარეულო აქეთ არის. ანუ ხო. საღამოს დაუშვათ. აი სწორად გამოვედით, გამოდიხარო მაგნიტთან. საღამოს როცა ბავშვებს დააძინებ, გამოხვალ აქეთ სამზარეულოში რაღაცა ჩაის დალევ, რაღაცა ისაუბრებ რაღაცა. ესე მიდიხარ მერე მამკოდაში. მამკოდაშიც და ბოთლიცაც იქით არის. იქით თუ გადახვალ ხო? მოკლედ. ესეთი ამბები, რა ვიცი, აი მეგობრებო, რაც მოგწონს. ან ზვირია,
ან სახლი მოგწონს ეზო არა აქვს, ან ეზო მოგწონს სახლი პატარა. ან კიდე ძალიან შორს არის. ან ძალიან შორსაა ხო, აი რაღაცა ისე რომ ყველაფერი დაჯდეს იდეალურად, ისე ვერა და ვერ მოსქენით რა ესე. რამდენიმე პუნქტი რომ თავში, აი ტვინში რომ ჩაჯდეს. გონებაში ისე როგორც კიდე. არც რა არის ამისთან ვერ გავიგე რა. არც თანხა არ არის ისეთი რომ ორი კაპიკი იყოს და რაღაცა არარეალურს ვეძებდეთ. მათფაში ანუ იცი როგორ ვართ თანხაში, აი რასაც ვია პრიტიქში ვართ და აი ძალიან ისე ვართ რაღაცა ახლა 150.000 რომ მქონოდეს უფრო თავისუფლად იმას ვიზავდი ბევრად კი ვიპოვიდი მაგრამ არც 100.000 არ არის ორი კაპიკი აი თითქოს რაღაცა ცოტა გვაკლდება მაგრამ ის ცოტა ამ დროს გადამწყვეტია მნიშვნელოვანია იმიტომ რომ დაუშვათ რემონტი გვინდა კიდე რაღაცა პატარა ავეჯის ყიდვაც გვინდა კიდე ახალ სახლში გადადიხარ ცოტა რაღაც ახალი ნიშნებით ხომ და შემოიტანო მოკლედ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მაგრამ ბევრ რაღაცაზეც უარს ვიტყოდი თუ სახლი იქნებოდა ნორმალური ადგილი და სკოლა აი დანარჩენ რაღაცებზე შეიძლება ვიტყოდი კიდე უარს მაგრამ ვერც ესეთი ვერ არის აი ეს სამი პუნქტი მაინც რომ იყოს ისეთი რომელზეც ვიტყოდი რომ აი კი ეგ არის სკოლა თვითონ სახლიც კარგია თუ როგორია გაჩნია და ადგილმდებარეობა აი ეს სამი პუნქტი რომ ყოფილიყო ის როგორც მე მინდა დანარჩენ რაღაცეებზე თუნდაც ახალ ავეჯზე თუნდაც ახალ რაღაცა ნიშნებზე ვიტყოდი ჯერჯერობით უარს იმიტომ რომ არც ჩვენი ავეჯი არ არის ცუდი ბევრი რაღაცების გადმოგვაქვს მაგრამ ესეთი ორსართულიანია ეს იქნება ერთი მინიმუმ 250 კვადრატი და ეღირება 200.000 მინიმუმ შეიძლება მეტიც კი მინდა ეგეთი ო აი რა გქონდა ერთი წუთი უნდა გაჩვენ აი შეხედეთ რა სახლია აი ეს ეღირება მინიმუმ 250 კი, ელერება. ასე რომ ჩამოძირფასებო. ვეძებთ, რა უკნა ვეძებთ. ვერ დაგვადგა საშველი. კიდევ თუ ვინმე კარგი ვარიანტები იცით, ან ლოკაცია მომწერეთ, ან ტელეფონის ნომერი მომწერეთ, რაღაცა გამაგებინეთ, სამი საძინებელი, ახალი აშენებული. 100.000-ის ფარგლებში. ეს რა თქვა? ეს პატარა თბა. აი რასაც ზებოდან უყურებთ ახლა ჩვენ არა? არა, ეგ არ არის. ისეგია. აბა რამდენი თბა, რაც სულ ორი თბა, სამი თბა. ნახე როგორ გეცდება. ის იყო სადღაც უკვე გორებში, ანუ იმის იქით. სახლებიც აღარ იყო. აი, წევია, პროექტი იყო ეგ მაშინ. ვაიმე რა კარგია. აი ეს რა არის? ეს არის იგება? შკინა, რაღაც ხოლმე. კიდე სადმე რამე ეწეროს იყიდებაო უბრალოდ მაინც რა არ ხდება აი ეს დასახლება აქეთ მხარი უფრო მომწონს ვიდრე იქ სადაც ვიყავით ხო რა თქმა უნდა ეს ძალიან შორია ეს უკვე ქალაქში ხარ შენ ხო ის ძალიან შორი იყო აქ ქალაქში ხარ უკვე ხო და ეს დასახლება უფრო დაუშვათ მისაღები იქნებოდა ის არა ის ძალიან შორი იყო აი, სულ ქალაქში ხარ. არა, აი ამას მშვენივრად განვიხილავდი. ეს არის ახლა როგორია? მერვე მიკრო არის აქეთ, გლანის. ვსო. იტყვი. რა? არ ვიცი, სპორტ კომპლექსი იყო ადრე, ხო რა არის, არ ვიცი. რაღაცა შეიძლება. ეს წინ? არა, იქ.
სპეანაჟი. აი სადაც ვიყავით ახლა ის როგორც დაჩათ. აუ რასამო მაგარია ძალიან სიგრილე. კი, აი იმას მეუბნებოდი მილენას, აქ სიცხეც არ არის ალბათ საერთოდ არასოდეს. ზაფხულშიც კი, როცა ქალაქი იწვის, იქ იქნებოდა კაი სიმშვიდე. და გამიხსნა. ისე ჩახური როგორ გახია რა უშავ. ოღონ ისეთ მხრიდან სადაც არ ჩამოიყრება. სახში მანდავად და დავიაროთ კიდე, აბა გავხედოთ კიდე. აი ახეთ მინდა რაღაც გავისეირნო აი მისკენ რა ქვია. ვისკენ აბა. ვისკენ? აქეთ მხარეს მახვარი. არც მინდა რომ ძალიან შორს იყოს ქალაქიდან, სანამ ჯერ პატარები არიან ეს ბავშვები, ჯერ კიდევ 1000 რამე უნდათ. აი მე როცა ვიქნები 70 წლის და მოგერზე დავგვერდები. ხერმა სიბერეში. მე როგორ რა თქმა უნდა მასეთ რაღაცებს არც მივაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ ბავშვები მოვლენ ჩემთან. დაბიტოვებენ შვილიშვილებს. როგორ შემოვხედა მილენა. ახლა ჯერ რა თქმა უნდა თბილისი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემ თელავის სახლი და ჩაგიგდე ნახე დღეს. აი ეს რაც დღეს ჩამომიგდა ის არ მომიწონა. მოგეწონა? გარედან საერთოდ არ მომიწონა. შიგნიდან არ აუშავდა, გარედან არ მომიწონა. იმ დღეს რო ჩამიგდე, ის სახლი ბიჭობდა. ეს გარედან არ მომეწონა საერთოდ. არათო, იმიტომ რომ აგურის იყო რაღაც. დაიკაკუიტა სім კირპიჩნი. მაგას ვიძახე. აი არა, ოთხკუთხედია ძალიან, კაკუიტა უგლოვატივის. რაღაცა ძალიან აი როგორ ახსნა. სულ დგას უბრალოდ მასეთ. ა? ოკეი, დაიშეს. წავიდეთ ახლა. დასთან გავისეირნოთ, იქნება იქითაც რაღაცები, იქნება და იყიდება. ინტერნეტში კი რაც დევს ყველაფერი ნანახი გვაქვს, მაგრამ მაინც ვნახოთ. რა იცი რა ხდება. იქნება ვიღაცები არდებენ ინტერნეტში. აი ამ სახლის აშენებას. ესეც ეთყობა 2-ის არის. არა იზوارა. ესეც ეთყობა 2-ის იქნება. ეს არ ვარა, ეგეც ცუდი ვარიანტია. აი ეს ლინია, ამის უკანა ლინიაც კიდე შეიძლებოდა. აი ეს სახლის ამდენი ხანია მოწოს ძალიან. ესეც ძალიან კარგია. არა. აი აქაური სახლები მოწოს ძალიან. ასის პინას პინა. არა, დაუშვათ ესენი ამის უკანაც ხო არის კაცო რატომ ეს დაიწყო. ჩაუჭრა. უძრა, მაგრამ ამის გზა ეს ავტობუსი უნდა გაჩერებულიყო და უნდა დალოდებოდა ხა ეს პირის პირდაპირ და ის გადადის გზაზე. მილენა და ხატე? შენ უყურე ანუშკა თორე მე პროლოგ მოშობ გზასაც თან უკან უყურება. აი ეს რა არის მაგალითად ეს რაღაცა არის. ეს სახლი არ არის. რაღაცა ოფისი. ასიანი იქნება ირადა. და როდესღაც ეს მიწები წყაპიკები ღირდა. არ თქვა, აბა. არა, აბა ეხლა კაპიკები შეიძლება. ავტობუსის გაჩერებები კი არის. აი შენი კლასელი აქედან დადის ფეხით, წარმოიდგინე.
ფეხით რა ავტობუსით არა ხო იმის ხმა მინდა უბრალოდ რომ შორია და მაინც მარტო როგორ დადის ხო ეს არის გიორგი წმინდას დასახლება. და რომელიც აქეთ იყო ის სახლი მაშინე რო ვნახე. და შენ რო თქვი რომ ის არის. აუ ეს რა კუხთა სახლია. ერთის და მეორეც. რა ვთქვი მე რა ვთქვი აბა ხო ამერია უკვე იმდენი სახლები ვნახეთ. მე რომ მომეწონავ და შენ რო თქვიო რა ვთქვი. არა ნუ შენ თქვი რომ ეს არის ნამდვილი შორი არისო და არ მახსოვს თუ სურათებზე მაჩვენე ისე არ მახსოვს ამ სიღრმეზე ალბათ ავტობუსი არ ჩადის ხო? მე ჩადის ახალისა ზოგადად მომწონს, მაგრამ გზა არ ვარ და უკვე შორია. ზრიანად ხოზებითაც კი, ნამდვილად. იმერეთის სტრიტ. ისე მოტრიალდი და გორი დიდი სახლები კი შენდება რა ვიცი მე აი მართლა ძალიან მიყვარს სად გაქვთ ხალხო ამდენი ფული რომ ასეთ სახლებს აშენებთ საიდან გაქვთ ამდენი ფული ანუ როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ჩვეულებრივი ცხოვრებით ანუ как это ничего не закон не нарушая მორჩილმა ადამიანმა როგორ შეიძლება ასეთი სამსართულიანი აგარაკები აიშენოს ეს უფრო მაღაზიას გავს ესე კომერციული ფარგლს გავს ასეთი სამსართულიანი სახლი აიშენოს მთელი თავისი რა ვიცი მოწყობილობებით და რემონტებით და მთელი ამბებით და ეზოებით აი რითი მართლა მიყვარს რითი აშენებთ როგორ ყიდულობთ მასწავლეთ რა ხალხი არა ხარ? ვასწავლ ჩვენც გვინდა მართლა არ მესმის აი როგორ ახერხებს ხალხი ასეთი სახლების აშენებას რა ვიცი ზოგებს ხუთი სიცოცხლე არ ეყოფათ რომ კარგი სახლი აიშენოს ასეთი მაგრამ აშენებს ხალხი ხო ხედავ არა ცხოვრობენ როგორ მიპასუხეთ ვითხოვ